ცვრიან კიბეებზე თუ კამერის წინ არ ჩაიარე, რა მერია? განაცხადა მერის თანამშრომლების ნახევარმა, ჰალსტუხების შეიба და მიწისქვეშა გადასასვლელების კიბეების მორეცხვის პროცესის სანახავად წავიდა. თბილისში მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის დასუფთავების სამუშაოებს გაეცნო დღეს დავით ნარმანია. მოკლედ, კაცო, იმდენი საქმე აქვს მერიაში, იმდენი საქმე აქვს, რომ აღარ იციან დრო როგორ გაიყვანო. დავით, ახლა აი ამ სურათით თუ ვიმჟელებთ, 2 დამლაგებელი ჩანს და მერის 1, 2, 3, 4 და 10 და 11 თანამშრომელი საერთოდ. ალბათ ახლა ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ დარჩა ნარმანიას არსად, თორემ სხვებსაც ენდობებოდა წამოსვლა. არა, ახლა პრინციპში რა ქნან მაგათაც, აი რა ქნან. რაც ყველაზე უკეთესად გამოსდის, იმას აკეთებენ, ხო? დგანან და უყურებენ. რაც თავარი ახლა მივიდნენ და კამერასთან გამოჩნდნენ. ახლა ჩვენ სუფთა კიბე გვექნება, იმათ კიდევ სუფთა სინდისი. ერთ წუთით, უკაცრად. გისმენთ? ხო ეკა. ხელფასამდე 40 ლარი? არა, მართლა არ მაქვს, შენ თავს გეფიცები, ხო, თორე ხა 40 ლარის დედასაც იმდენი 40 ლარი მაგ გასაცხებული. ხო, კაი. უკაცრავად, ხო და მოკლედ ახლა პიარი რომ სოდნო და მერიაში ვინმეს ახლა ყურების ნაცვლად თვითონაც მორეცხავდნენ იმგებეს, მაგრამ ნურას უკაცრავად. ჯიპი მიწისქვეშა გადასასვლელში ვერ ჩადის და ახლა ფეკეთ როგორ ჩასულიყვნენ. და იგებს რომ არა ახლა იმისთვის კი არ ავიდა ახლა კარიერულ კიბეზე ეს ხალხი რომ იმ კიბეზე უკან ჩამოვიდეს და თან საფეხურები რეცხოს. აღშფოთებული ნარმანია ცალფეხზეც მუკავს. რა არის კაცო, როგორ ყარს ეს მიწისქვეშა გადასასვლელები? მოსახლად ვერ ჩასულთან ადამიანიო.